საბჭოთა უკრაინის დროშა კიევში 1991 წელს დაეშვა. ის დამოუკიდებელი უკრაინის კარგად ნაცნობმა სიმბოლომ შეცვალა, რომელზეც აღარც ნამგალი მოსჩანდა და აღარც ურო. მოსჩანდა მხოლოდ თავისუფლება, რომელიც უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით გააფორმა. 70 წლიან ტოტალიტარიზმთან კავშირის გაწყვეტას უბრძოლველად არც მაშინ ჩაუვლია და არც მას შემდეგ 34 წლის განმავლობაში. საბჭოთა მემკვიდრეობამ უკრაინელ ხალხს ღრმა ჭრილობები დაუტოვა. Слава! Слава Україні! Героям слава! Тоді це звучало. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს. მაშინ ამ სიტყვებმა და ამ მასშტაბით პირველად გაიჟღერა. ეს იყო ტრიუმფი, სიხარული. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც უმაღლეს რადასთან იდგა. ეს იყო საყოველთაო სიხარული. ყველა ხვდებოდა, რაც ხდებოდა. ასე რომ ხალხმა ეს პოზიტიურად მიიღო. და როგორ გავრცელდა ეს მთელს უკრაინაზე? რეფერენდუმმა აჩვენა, რომელშიც მოგეხსენებათ, რომ ყირიმის უმრავლესობამაც უკრაინის დამოუკიდებლობასაც მისცა ხმა. Проголосувала за незалежність України. У 90-му році, коли ми підіймали 1990 წელს, როდესაც აღზევდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის, არამედ კომუნისტების ძალაუფლებიდან ჩამოშორების იდეა, პირველი მოთხოვნა, რომელიც წამოვაყენე, ეხებოდა უმაღლესი რადას ხელახლა არჩევას. სამწუხაროდ, მაშინ სახალხო საბჭოს ხელმძღვანელობისგან, რადას ოპოზიციისგან მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ. ის, რაც სტუდენტებისთვის მაშინ ძალიან ნათელი იყო, ვერ დაინახა სახალხო საბჭომ. მეწილად სწორედ ამიტომ უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად ვერ მოახერხა კომუნისტური მმართველი კლასის მოშორება. ამის გამო კი დრო დავკარგეთ. ამიტომაც ვერ მოუხვდით ევროკავშირსა თუ ნატოში. მაშინ ჩვენთვის რომ მოესმინათ, ომი არ იქნებოდა. უკრაინა კი პოლონეთის, ლიეტუვასა და ცენტრალური ევროპის წარმატებული ქვეყნების მაგალითს გაიზიარებდა. Україна вже була б пішла б шляхом Польщі, Литви і успішних країн Центральної Європи. ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოსთვის ისტორია სხვაგვარი ბედისწერა ჰქონდა ჩაფიქრებული. ოლექსანდრ დონინი 90-იანებში სტუდენტურ პროტესტს ედგა სათავეში. ეჭვობდა, რომ საბჭოთა ნომენკლატურა პრობლემას შექმნიდა და ასეც მოხდა. თანამდებობებზე შემორჩენილი საცეცებით მოსკოვმა მალევე მიმართა პოლიტიკურ წნეხს, საზოგადოებრივ დაყოფასა და დასავლური ხმების გაჩუმებას. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი მოწვევის პარლამენტარებს კარგად ახსოვთ, თუ რამდენად გახლეჩილი იყო საზოგადოება დამოუკიდებლობის ზღურბლზე. Тих людей, які були біля Верховної Ради. საზოგადოების დიდი ნაწილი ნეიტრალური იყო, მათ შორის ის ხალხი, ვისაც ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. იყო მძლავრი ჯგუფი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, კომუნისტურ წესწყობილებას, რუსეთთან კავშირებს. ცვლილებების მთელი ვნებით მსურველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, უფრო რადიკალურები უნდა ყოფილიყავით. რუსეთის გავლენის აგენტების მიმართ ტოლერანტობა საკვანძო შეცდომა იყო. დემოკრატიის ადრეულ წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო უკრაინა ამ დრომდე ძვირ ფასს იხდის. მათ შორის ერთ-ერთი საბედისწერო მომენტი 1994 წლით თარიღდება. მაშინ ქვეყანამ მის ტერიტორიაზე არსებული მასშტაბური ბირთვული შეერაღება დათმო. სანაცვლოდ კი თითქმის არაფერი მიუღია. Ukraine and the United States of America and the Prime Minister of the United Kingdom will now sign the მეცნიერი იური კოსტენკო უკრაინის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებების მონაწილე იყო. მას ნატოსთან კავშირი უკრაინის ხსნად ეჩვენებოდა და იხსენებს, რომ ამაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც თანახმა იყო. თუმცა, ვაშინგტონთან თანამშრომლობის ნაცვლად უკრაინა მოსკოვის წნეხს დანებდა და მეზობელთან ბირთვული შეერაღება დათმო. რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის ბორის იელცინის ამ მოთხოვნას უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მარტივად დათანხმდა. უკრაინამ ამით $1.5 მილიარდ ბუნებრივი რესურსები მიიღო რუსეთისგან, რაც რეალურად დათმობილის 1%-დაც არ ღირდა. გზა, რომელიც უნდა გაგვევლო, მსოფლიოში მესამე ყველაზე მსხვილი ბირთვული არსენალით, ტაქტიკური თუ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებითა და 5000 ბირთვული ქობინით. ეს გზა მოგცემდა შესაძლებლობას გამოგვეყენებინა მისი სრული პოტენციალი დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. ეს იყო ჩემი ფუნდამენტური პოზიცია. მე შესანიშნავად მესმოდა, რომ უკრაინას ესაჭიროებოდა დასავლეთთან ინტეგრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დამოუკიდებლები ვერ გავხდებოდით, იმიტომ რომ არსებობდა რუსეთი. ნატოს ნაცვლად უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანდუმი მიიღო, რომლითაც დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მას უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ.
ქვეყნის სუვერენობასა და მთლიანობას. ვერ შეასრულეს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მსოფლიო სუსტად შეხვდა. შეცდომის გამოსწორებას კი 2022 წლის თებერვალში შეეცადნენ, როდესაც რუსეთმა უკვე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაა, რომ კიევი ფხიზლად უყურებს უსაფრთხოების ყველა მყიფე გარანტიას და სურს მყარი საყრდენი ჰქონდეს. ამ საყრდენებით მის უზრუნველყოფას ახლა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივად ცდილობენ, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო პროცესებში ჩართვა ჯერ ისევ ვერ მოახერხეს. ომში მყოფმა უკრაინამ 2025 წლის 24 თებერვალს დამოუკიდებლობის 34 წელი აღნიშნა. მათგან ბოლო 3 წელიწადნახევარი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში გავიდა. ასობით ათასი დაღუპულით უკრაინა დღესაც აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. აგრესორის პირისპირ მდგარი უკრაინელები კი ჭეშმარიტი ღირსებისა და სიმამაცის მაგალითად იქცნენ. ისინი სოლიდარობას იწვევენ მათშიც კი, ვისაც შიშმა ეს ღირებულებები გადაავიწყა.